ვიწყებთ მოგზაურობას ულამაზეს შრი-ლანკაში. შრი-ლანკაში ყველა ადგილს და თითოეულ ღიმილს თავისი ისტორია აქვს მოსაყოლი. ეს არის 60-ის კუნძული დედამიწაზე, სადაც გატარებული ყოველი დღე ახალ გამოცდილებას, აღმოჩენებსა და დაუვიწყარ მოგონებებს გპირდებათ. ქვეყანაში შეგხვდებათ ღიმილითა და სტუმართმოყვარეობით სავსე ადგილობრივები, განსაცვიფრებელი ქვიშიანი სანაპიროები, აყვავებული ჩაის პლანტაციები ყველაზე სუფთა ჩაით, უძველესი ტაძრები და ცოცხალი ქალაქები, დიდებული წარსული, ველური ბუნება, უგემრიელესი ტროპიკული ხილბოსნეული, მცენარეული თერაპია, უზარმაზარი ჩანჩქერები ნისლიან მთებში, სპილოებით და ლეოპარდებით დასახლებული ეროვნული პარკები, გიგანტური ვეშაპები და მრავალი სხვა. ემირატებიდან, კერძოდ ქალაქი შარჟადან გავფრინდით Air Arabias ავიახაზებით, რომელიც ბიუჯეტურიცაა და საკმაოდ კომფორტულიც. შრი-ლანკაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს ჯერჯერობით ისევ ვიზა გვჭირდება, რაც შეგიძლიათ როგორც წინასწარ აიღოთ ონლაინ, ასევე ადგილზე აეროპორტში ჩასვლისას. ვიზის ღირებულება $60. დედაქალაქ კოლომბოში ჩავფრინდით. გარეთ გამოსვლისას მაშინვე გრძნობ იმ სიცხეს და ჩახუთულობას, რომელიც ტროპიკულ ქვეყნებს ახასიათებთ. ზოგადად ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში ცხელა, მაგრამ აქვთ წვიმიანი და მშრალი სეზონები. ყველაზე სასურველი სამოგზაურო პერიოდია იანვრიდან მაისის თვემდე. კოლომბო ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია 5 მილიონი მაცხოვრებლით. ქალაქში საოცარი ქაოსი დაგხვდა. ხმაურიანი ტუკტუკებით და ძველი ავტობუსებით არის გადავსებული. ჩვენ კოლომბო იმ დღესვე დავტოვეთ და ადგილობრივი მატარებლით გავემგზავრეთ ქალაქ კანდიში. ქვეყანაში შიდა გადაადგილება საკმაოდ იაფია. $1-დან $2 ღირს მგზავრობა. 3 საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავედით კანდიში, გადაღლილები და დათვალიერება მეორე დღეს დავიწყეთ. ჩამოვედით ქალაქ კენდიში, ეს არის შრი-ლანკას ეგრეთ წოდებული კულტურული დედაქალაქი. არის აქ არსებული ძეგლები, აღიარებული არის იუნესკოს მთავარი მემკვიდრეობის როგორც დაცვის ძეგლებად. ულამაზესი ქალაქი არის, ეხლა ჩემს უკან რაც ჩანს, ესე თიანი ლამაზი ქალაქი არის, ტროპიკული. აქ მოვინახულებთ ბუდას ორ ტაძარს, ნახავთ ულამაზეს ბოტანიკურ ბაღს და ჩაის პლანტაციებსაც გავივლით. აი ესეთი მრავალფეროვნება არის ამ ერთ პატარა ქალაქში წარმოდგენილი. ეხლა ვართ მოსულები, ასეც ბუდისტურ ტაძარი, უზარმაზარი ძეგლი დგას და აი ამ შენობაში ვართ ეხლა შემოსულები. დიახ, შრი-ლანკა ბუდისტური ქვეყანაა და მას ეს საკმაოდ უხდება. ბუდისტური ტაძრების მოვლის შემდეგ ქვეყნის ყველაზე დიდ მდინარეზე მაჰაველიზე ხიდით გადავიარეთ. მთელს ქვეყანაში ტროპიკული ულამაზესი ბუნებაა. რაღაც უნდა გავიდეთ. მანქანები რო გადიან, მოძრაობს ხიდი. ქალაქში სამოძრაოდ ტუკტუკის დაქირავებას გირჩევთ, რომელიც სწრაფი და ეკონომიურია. დღიური დაქირავებისთვის ღირსშესანიშნაობების სანახავად ვიხდიდით $10-დან $15-მდე. აი ეს არის ჩვენი უსაყვარლესი ტუკტუკი, რომელიც დღეს მოგვემსახურება. ესეთი პატარა და საყვარელი, მაგრამ ამით გავივლით დაახლოებით 50 კილომეტრს. Come, აუცავკია. ეს არის ჩვენი გიდი, არუსი, რომელიც დღეს გვეხმარება ტუკტუკით, უნდა მოვიაროთ მთელი ეს ღირსშესანიშნაობები და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ესეთი ადამიანი დაიქირავოთ, იმიტომ რომ დაგეხმარებათ, გაჩვენებთ ყველაფერს. So, yeah, good. Yeah. You are from Kandy? Yeah, I'm from Kandy. Yeah, very beautiful city, right? The second city, this biggest second city. Yeah, second biggest and second cultural. Nature also very good. Yes. Thank you so much for your help. Right? Yes. Okay, let's go. Jaime. დარწმუნებული ხარ? და
და ბოლო 8 წელი არის, რაც აი ეს ახალი ხიდი აშენდა, რომელიც აკავშირებს ორ ქალაქს ერთმანეთთან, დანარჩენი ასე წარმოიდგინე 8 წლის წინაც კი ადამიანები აი ამ სარისკო ხიდით, საფეხმავლო ხიდით გადადიოდნენ და აი ეს რთულად იყო ცხოვრება. You know this name? You know this plant name? Magosa. Magosa? This plant name is Magosa. შემდეგი გაჩერება კი სამკურნალო მცენარეების ბაღში გქონდა, სადაც ადგილობრივი ექიმი დაგხვდა და სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო მცენარეული მედიცინა შემოგთავაზა. Baby, you give me ice and fire. You're giving me wind and rain. You're some kind of butterfly. Baby, you give me midnight. Normally, one night time better, next day morning drink empty stomach. Empty stomach. Morning this water completely tea color. თუმცა სხვა ქალაქში მოგზაურობისას გითხრეს, რომ არსებობენ ექიმები, რომლებიც შენს თვალწინ ამზადებენ ნაყენს და მათი შეძენა ბევრად ეფექტურია. შემდეგ გეზიკი სამეფო ბოტანიკური ბაღისკენ ავიღეთ. სამეფო იმიტომ, რომ ბრიტანეთის სამეფოს გავლენით დაორგანიზდა ამ ბაღის შექმნა 1821 წელს. დიახ, შრი-ლანკას ისტორიაში დიდ ბრიტანეთს და მის კოლონიურ პერიოდს დიდი გავლენა აქვს. ეს იგრძნობა ყველგან. ქვეყანა იყო ბრიტანეთის სამეფო კოლონია 1 საუკუნეზე მეტხანს. დამოუკიდებლობა კი 1948 წლის 4 თებერვალს მოიპოვა და ამჟამად დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკაა მრავალფეროვანი 22 მილიონიანი მოსახლეობით. ბაღში შესვლა $9 ღირს და მართლაც ულამაზესი გარემო გვხვდება. მოვედით შემდეგი დანიშნულების ადგილზე, ეს არის შრი-ლანკაში ყველაზე ცნობილი სამეფო ბოტანიკური ბაღი, რომელიც 200 წლის არის. ეს ბაღი იმით არის ცნობილი, რომ აქ წარმოდგენილი არის არაერთი ენდემური სახის ხემცენარე, რომელიც მხოლოდ რა თქმა უნდა შრი-ლანკაში იზრდება ეს მცენარეები. ესეთი ულამაზესი გარემო არის გარშემო შექმნილი. ულამაზესი ფოტოგადასაღები ადგილები არის, ჩემს უკან ჩანს ერთ-ერთი პალმის ხეივანი, რომელიც ცნობილი არის, აქ არაერთ ფოტოს და ვიდეოს იღებენ. ხა შევეცდები რომ დრონით ავაფრინო და გადავიღო ლამაზი კადრები. ეხლა მოვიდა ტრადიციული შრი-ლანკური კერძების სპეციალურად შეუყვეთით, თქვა ინტერესებდა რა არის. ნუ რა თქმა უნდა, ბრინჯისგან დამზადებული არის ძირითადად და ეს ქარი რა, თევზით, ქათმით, სხვადასხვა იმით ირჩევენ. მოკლედ აი ესეთი ვარიანტი არის. ეხლა მოვედით სპილოების თავშესაფარში, ეხლა ჩემს უკან ჩანს ეს ადგილი. მე არ შევედი შიგნით, უბრალოდ მოვიყვანე ადგილამდე. მე ანუ კი შეიძლება ვითომ უწყინარი ჩანდეს სპილოსთან ფოტოს გადაღება და საკვების მიცემა, მაგრამ მაინც ეს არ არის მისთვის თავისუფლება. ანუ ისინი უბრალოდ დაიბადნენ იმისთვის, რომ იცხოვრონ ბუნებრივ ჰაბიტატში. ტროპიკებში ისეირნონ, გადაადგილდნენ ჯგუფურად, ისიამოვნონ და არა გამოიკეტონ რაღაც კონკრეტულ სივრცეში და ყოველდღიურად ერთი და იგივე რუტინით გაწამდნენ, ხო? უბრალოდ ასიამოვნონ ადამიანები. მათ ხომ უბრალოდ არ ესმით, რატომ არიან იქ ჩაკეტილები და განიცდიან ამ ყველაფერს. ცხოველებსაც ისეთივე გრძნობები აქვთ, როგორც ჩვენ. თუ თითოეული ჩვენგანი ავკრძალავთ მსგავს აქტივობებში ჩართვას, მით მალე დაიდება განსხვავებული შედეგი. უბრალოდ აღარ გვიხდება ჩვენ ადამიანებს მსგავსი გასართობები. ამას ვიტყოდი. კანდის შემდეგ გავემგზავრეთ მაღალმთიან ქალაქ ნუვარა ელიაში 1900 მეტრის სიმაღლეზე. გზავრობა 3 საათი გაგრძელდა.
ქალაქში, რომელიც განთქმულია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ცეილონის ჩაის მოყვანით. ქართული მთების შემდეგ ასეთ სიმაღლეზე პალმის ხეების და ტროპიკული ბუნების დანახვა განსხვავებული შეგრძნებაა. ეხლა მოვედით შრი-ლანკაზე ყველაზე ცნობილ ჩაის პლანტაციაში, ეგრეთ წოდებულ პედროს ჩაის პლანტაცია, სადაც იწარმოება ყველაზე დიდი რაოდენობის ცეილონის ჩაი, შავი ჩაი, განთქმული მსოფლიოში და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა. ჩემს უკან ჩანს ახლა ის ადგილები, სადაც ეს ადამიანები მუშაობენ და აწარმოებენ ამ ჩაის. რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, ქვეყანა წელიწადში აწარმოებს 300 მილიონ კილოგრამზე მეტ ჩაის, რომელიც ძირითადად იყიდება აღმოსავლეთის ქვეყნებში, არაბულ ქვეყნებში, როგორც ვიცით, უყვართ მათ ჩაის სმა და რა თქმა უნდა მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, ერთ წელს მათ მიიღეს დაახლოებით 1.3 მილიარდი დოლარი შემოსავალი. ეხლა გავისეირნებთ და ნახავთ უკვე უშუალოდ პროცესს, როგორ ამუშავებენ გალბატონები, როგორ კრეფენ ჩაის. ადგილზე დავათვალიერეთ პლანტაციის პატარა ნაწილიც. თითეული პატარა ფოთოლიც კი ისეთი არომატული იყო. სწორედ აქაური ტენიანობა და ტემპერატურა ქმნის იმ კლიმატს, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებას. ჩადგებიან ამ ბუჩქებს შორის და იმისთვის რომ მოკრიფონ საუკეთესო ჩაი, წყვეტენ აი ამ ყველაზე ნორჩ ნაწილს, აი ამას ესე წყვეტენ და ამას აგროვებენ და შემდეგ უკვე ამის გამოშრობა და დამუშავება ხდება როგორც ვიცით. ამ ულამაზეს პლანტაციებში ათასობით ადგილობრივი ქალი მუშაობს. სამწუხაროდ მათი ანაზღაურება დღიურად მხოლოდ $5 შეადგენს. გავიცანი 23 წლის ადგილობრივი გოგოც. წვიმაში მუშაობდა, მცირედი თანხაც ვაჩუქე. რაც შეეხება ჩაის წარმოებას, ის 1867 წელს დაიწყო ბრიტანელმა ჯეიმს ტეილორმა. შემდეგ კი გააგრძელა თომას ლიპტონმა, რომელმაც სავაჭრო მიზნით გაიტანა ბრიტანეთში და ბრენდადაც აქცია. Normally black tea, green tea, both are we coming from the same plant, but processed different. Here we producing black tea. This is black tea. Black tea. ეს არის შავი Black ჩაი. tea, first process. With the sugars. აღარა? იქ მოკრეფავე. აი ესე აქ ჭიხრება, შემდეგ მეორე ეტაპი არის უკვე ჩაის დაბქვა ხდება აი აქ. და აი აქ უკვე საშრობი არის, სადაც შემოაქვთ ეს ჩაი და შრება უკვე ბოლო ეტაპი არის, ახლა აი ამას შემოიტანა. Spray only the water, supporting that humidify. Because you need to keep moisture in this area, that's why we spray. მოკლედ იქ შიგნით გაშრობის შემდეგ გამოდის უკვე აი ასე ყუთებში მზადდება და აი ხლა ამ წამს აქ წარმოდგენილი არის 25 სახეობის ჩაი. ესე იგი ეს ქარხანა ყოველდღიურად აწარმოებს 2-დან 3000-მდე კილო შავ ჩაის დღეში. წარმოიდგინეთ რამხელა შრომა არის აქ ჩადებული. Like all this tea, it's like clean, right? Yeah. It's no chemical. No essence, no chemical. It's 100% natural. Broken orange pekoe, medium strong taste black tea. And the BOPF, broken orange pekoe, fannings means smaller. So if you want to get real tea taste through the milk, this is the best. ეხლა უნდა დავაგემოვნოთ მოკლედ ამ ქაური ჩაი, რომელიც არის 100% სუფთა. BOP. შრი-ლანკა მეოთხე ადგილზეა ჩაის ექსპორტით, ჩინეთის, ინდოეთის და კენიის შემდეგ. მილიონზე მეტი ადამიანი კი სწორედ ჩაის ინდუსტრიაშია დასაქმებული.
ნუვარა-ელიადან კი უკვე ცნობილ ქალაქ ელაში გავემგზავრეთ, რომელიც სახელგანთქმულია თავისი ასწლოვანი ქვის ხიდით და ულამაზესი ხედებით. მოვედით შემდეგ ქალაქში ნუვარა-ელიას რკინიგზის სადგურზე და მივემგზავრებით ქალაქ ელაში. აქედან 3 საათი სჭირდება მგზავრობას, მატარებლით გადავწყვეტეთ გამგზავრება. ზოგადად, ქალაქებს შორის გადაადგილება შრი-ლანკაზე ნამდვილად არ არის მარტივი. ცოტა ქაოტური და მოუწესრიგებელი არის, ტრანსპორტი ცოტა ძველმოდური აქვს, მაგრამ რა ვქნათ, ეს რეალობა არის. ვცდილობთ, რომ პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ჩვენი თავგადასავლები და მოგზაურობა. სამგზავროდ მატარებელი ავირჩიეთ, რომელიც 3 საათის განმავლობაში მსოფლიოში ცნობილ მარშრუტს გადის და ზღაპრულ გარემოში გამოგზაურებს. ეს ის მატარებელია, რომელიც 10,000-ობით მგზავრს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. გამორჩეულს კი ის ხედები ხდის, რომელსაც ამ მატარებლით გავლისას უყურებ. ღია კარიდან დანახული მთების თვალწარმტაცი პეიზაჟები, ჩაის პლანტაციების გორები და სიმწვანეში ჩაფლული მწვერვალები. ყველაფერი ეს ამ მოგზაურობას დაუვიწყარს ხდის. მგზავრობის ღირებულება კი სულ რაღაც $1.50-ია. ქალაქი ელაც ერთ-ერთი ულამაზესი მთიანი ქალაქია, სადაც გაცილებით ბევრ ტურისტს ნახავთ. მოგზაურების უმრავლესობა მოდის იმ ისტორიული 9 არკიანი ხიდის სანახავად, რომელიც მხოლოდ ქვით და ცემენტით არის აშენებული. ახლა მოვედით ქალაქ ელაში ცნობილი 9 არკიანი ხიდის სანახავად, რომელიც მთლიანად ქვით არის აშენებული. ბრიტანელების ორგანიზებით მოხდა ამ ხიდის აშენება, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ძალებით არის აშენებული. და ძალიან ლამაზი ხიდი არის. აქ რამდენიმე საათში ერთხელ გადის მატარებელი, რომლის სანახავათაც უამრავი ადამიანი მოდის ყოველდღიურად, რომ გადაიღოს ფოტო და ვიდეო. ეხლა როგორც ხედავთ, ქვემოთ უკვე ელოდებიან დაახლოებით 9 საათში გამოივლის შემდეგი მატარებელი. ელოდება უამრავი ადამიანი, ჩვენც ახლა ჩავალთ, გადავიღებთ ფოტოებს, ვიდეოებს და რა ვიცი, მთავარი არის, ამინდი კარგი არის, განწყობაც ამაღლებული. ქალაქი ელას შემდეგ კი უკიდურეს სამხრეთში, ულამაზესი ინდოეთის ოკეანის სანაპიროსკენ გავეშურეთ. გზად ავტობუსები ისეთი სიჩქარით და ხმაურით მიგაქროლებენ, წარმოუდგენელია წამიერად მოდუნდე. თუმცა ეს ადგილობრივებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ასევე ქუჩაში მოძრაობისას სულ გისიგნალებენ ტუკ-ტუკის მძღოლები და სიმშვიდე არ გაქვს. ჯერ ქალაქ მატარაში ჩავედით, საიდანაც შემდეგ ასეთი მხიარული დისკო ავტობუსით მირისას ცნობილ სანაპიროზე გავეშურეთ. მირისაში საღამოს ჩავედით და ულამაზესი გარემო დაგვხვდა. მეორე დღეს დილიდანვე წავედით ცნობილი ქოქოსების გორაზე, რომელიც შრი-ლანკაზე ყველაზე მონახულებადი ადგილია და ტურისტები მუდმივად არიან. ეს ადგილი ცნობილია თავისი წითელი მიწით, პალმების და ოკეანის ტალღების ხედებით. სამწუხაროდ რამდენიმე პალმა ძლიერი ქარისგან დაზიანებული დაგვხვდა, მაგრამ არსებული გარემო მაინც ულამაზესი იყო. აქტიურ სეზონზე აქ თითქმის შეუძლებელია მარტო ფოტოს გადაღება. ჩვენ კი გაგვიმართლა და მალევე გადავიღეთ სასურველი ფოტო. შემდეგ გავისეირნეთ სანაპიროზე. აქ ძირითადად სულ ტალღებია და ხშირად დაინახავთ სერფერებს. თუმცა არის გარკვეული ადგილებიც, სადაც ადამიანებს შეუძლიათ უსაფრთხოდ იცურავონ.
სანაპიროზე შეხვდებით ასევე უსაყვარლის ძაღლებს, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამწუხაროდ მათაც მძიმე მდგომარეობაში უწევთ ქვეყანაში ცხოვრება, ტურისტები კი ცდილობენ მოეფერონ და გამოკვებონ. ქვეყანაში დიდი რაოდენობითაა ქოქოსი, ავოკადო, პაპაია, მანგო და სხვა მსგავსი ტროპიკული ხილბოსნეული. ეს ყველაფერი ადგილზე ძალიან იაფიღებს და ყოველდღე ვყიდულობდით მარკეტში. რა თქმა უნდა, ქოქოსის წვენს სატროპე ჭხირის გარეშე ვსვავდით, რადგან აზიის ქვეყნებში ოკეანის და მდინარეების დაბინძურება განსაკუთრებით საგანგაშოა. ყოველ წელს ოკეანეში 6 მილიარდი სატროპე იყრება და ოკეანის ბინადრებს ანადგურებს. ადგილობრივები უბრალოდ პოზიტიური ხალხია, ქვეყანაც უსაფრთხოა. ჩვენ სასტუმროსთან ახლოს მდებარეობდა სანაპირო Turtle Bay. სანაპირო გამორჩეულია იმით, რომ აქ ხშირად გამოდის დიდი დედა კუ, კვერცხებს დებს სილაში და 50 დღის შემდეგ იჩეკებიან პატარა კუები, რომლებსაც შემდეგ ოკეანეში უშვებენ. ჩვენ გაგვიმართლა და სწორედ ჩვენი იქ ყოფნის დროს სილაში გამოიჩეკა 30 პატარა კუ და საღამოს მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ისინი ოკეანეში შეგვეშვა. მომცეს ახლა ეს პატარა კუ ყველას სათითაო ჩაგვაბარეს თითო საღამოს საათებში უნდა გაუშვე, იმიტომ რომ 3 საათებში თევზები ჭამენ. ხო და იქ იზელოდება თავის ახალი ცხოვრების დაწყებას. რაც შეეხება შრი-ლანკას, ის ამოუწურავი ქვეყანაა. იმდენი რამეა სანახავი, შეუძლებელია ერთი მოკლე მოგზაურობით ყველაფრის ნახვა მოასწრო. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ დავბრუნდები და მივიღებ იმ დადებით ენერგეტიკას, რომელიც ამ ქვეყნიდან წამოვიღეთ. აი ამ უგემრიელესი ქოქოსით ჩვენს თავისუფლებას, გამოუცდებლობას და უამრავი მოგზაურობის შესაძლებლობას